გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩემს მამულეთში. არგოხში, ეს არის ახმეტის რაიონი მეგობრებო. რავდე? მოდით აბა გამოვიხედოთ, ვნახოთ რა ხდება. მე თვითონაც ამ წელს არ ვარ ჯერ ნამყოფი. აგერ ხორბალია აუღიათ. Это же всегда так, мама. დღეს მოვაციბინეთ ჩვენი ეზო, მაგრამ ისევ გასათიბია. აი, რა ვიცი, ერთი თვე ნახევარია გასული ალბათ. როგორ მეგამოდი? ეს რა არის? ეს არის თხილი? არა, თხილი არ არის, ბალი. აი, ჩვენი თხილები რამხელა გახდა შარშარა პატარები იყო. გახსოვს? აი, ამ ხელები იყო შარშარა, ამის ნახევარიც არ იყო. დედა. თუ არ გამიფუჭა შარვალი ამ ბალახმა. იქიდე, დაი, არის, მაგრამ გაფუჭებულია, ეს ხე არის 1-4 წლის ალბათ. არის, მაგრამ გაფუჭებულია. იქაც რამდენი? რამდენიმეც ასხია, მაგრამ ჭინჭარი ფეხებს არ მადგენს, მაგრამ რამე რკინას არ დავაბიჯო. თხილს კი კარგად ასხია, между прочим. რა კარგად ასხია. გამიგინდა დაგიკრიფო, შეჭამ? რატო არა? მე ცოტა დავკრიფოთ. წასვლამდე დავკრიფ. წასვლამდე დავკრიფოთ დე. რატო არა, ბარისთვის არის? იქ გავიხედოთ კიდე, ვაიმე ჭინჭარი კი. მატკენს ფეხებს, მაგრამ აგერ კიდე თხილები კი არის. აქედან ჩავიდე კიდე რამენერად. თან ფლოსტებით ვარ. ვერ მოვიფიქრე, რომ ფოტოსები ჩამეცვა. კი ჩაისვლება, მაგრამ მაინც ბალახია უკვე რამხელა. თხილებს არა უშავს, მოკლედ აგერ თხილი ლამის ჩემხელა არის. აგერ რა კარგად ასხია. ლამის ჩემხელა კი არა, ჩემხელა. ესეც თხილი, ზოგი ცოტა დიდია, ზოგი ცოტა პატარა. იცი რამდენიმე წელია რაც დაურგე თხილი. მოკლედ ზოგს ცოტა ნაკლებად, ზოგს ცოტა მეტად ასხია, მაგრამ ისევ საშინლად მოსაციბია. მოვდივარ დე. მოვდივარ. ეს ტერიტორია კი უკვე ნაჩვენები მაქვს. ზოგმა ნახა, ზოგმა არა, მაგრამ მოკლედ მე კარგად უნდა დავკრიფო, ბავშვები მაინც შეჭამენ. აი უკანა გზაზე რო წავალთ. ბავშვები შეჭამენ. რატო არა? ხელი ჭინჭარია. მოდი ბაბო, შერაღა გინდა. არ გამიფუჭო შარვალი ერთი. უბაბო დუმროს პინას. კარგია? აი მე ჭინჭრით სავსეა. ხო. აბა ერთი წვიმა და ისევ ეს ყველაფერი ესე იქნება. როცა არავინ არ ცხოვრობს, ეგრეა გენაცვალე. და იყო გათიბული, რამდენი ხანი გავიდა?
ეს არის ჩვენი სახლი. გაკეტილი. მაგრამ არავინ არ ცხოვრობს და აი ესე დღეშია მეგობრებო. იმ დღეს ხო ამბობდა ზაურა, მაგრამ მე ვუთხარი ჯერ ადრე ექნება მეთქი, მაგრამ თორმე არ არის. აქ იყო ჩვენი თონე, ბებია ისეთ პურებს აცხობდა ხოლმე. მე რამე ფსარავი. ალუჩას არა უშავ რა ასხია, მაგრამ ჯერ ის არის მკვახეა. თავად ალუჩა. აგი ეს კლიავია. თუ კლიავია. ვაიმე. ამოდი ამ. ჭინჭარი არის. მოდი. ატო ძაკრიდა. ჭინჭარუკა ვაიმე. აუგასის კლუშ. აი ეს ისეთი გემრიელია ხოლმე. ისეთი გემრიელია ხოლმე ეს. და იმ ხელებია ხოლმე რომ რა ვიცი, მაგრამ წელს ძალიან დიდები არ არის მეცდამთ. ვაიმე და მე სუსხა ფეხები სულ. დედა არა მოტიბული იყო. სადღაც თვენახევრის წინ ყველაფერი აქვს. მინდა რა ხდება? ბაბო, თუ შენის კული ჩარჩა ისა ჩაჭერილია. ყველაფერს უჭამრაც კი გზაში მხვდება. მაშინ მე ყველაფერს მიგიწევ. ცოტა მკვახი კი არის, მაგრამ აი კამერა ჩვენი სახლი. აქ ვისვენებდი ხოლმე, როცა პატარა ვიყავი. მინახე ბავშვობაში. ვისვენებდით. პატარაობაში. ჩემი ძველი მამა პაპურის სახლი. სამწუხაროდ აი ესეთ მდგომარეობაშია, მაგრამ იმედია რომ როდისმე იქამდე მოვიცლით, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას. თავარია იმედი იყოს და ცოცხლები ვიყოთ. აქ ესეთი მთებია და ესეთი სილამაზეა მეგობრებო. ეს არის სოფელი მთების ძირში. ჯუღანის ირგვლივ აი ეს ძალიან ახლოს თუ მთები არ არის, ცოტა მოშორებით კი არის, მაგრამ ძალიან ახლოს არ არის. აქ მთელი სოფელია მთების ქვეშ. მთელი სოფელი. აი ეს მთის ძირშია შედიხარ და ესე პირდაპირ შედიხარ და მთის ძირში არის სოფელი. აი რა ვიცი. თუ ვინმე ერთხელ მაინც დამყოფი ხართ, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენი სოფელი არ მოსწონს. ყოველთვის გრილაკ და ძალიან ესეთი სუფთა ჰაერია. ვერ ნახე? ვერა? ა? აი აქ არის. აბა სად? აი ჩადებული. მე თვითონ ჩავაგდე, მაგრამ რაღაცა იმით რა ქვია? Зачем туда класть? ჯოხით. შემაწეს. ოხ. არა უშავს მე რა. არ გადაიღო ჭუჭყებიაო. ჭუჭყები იმიტომ არის რომ რამდენი ხანი არ გაღებულა კარი. რა მოხდა მე? ესეთია სახლი, როცა არავინ არ ცხოვრობს, ეხა დიდი ამბავი. ძალიან დიდი ხნის წინ მიტოვებული სახლი. რა, ნერვს რა აქვს? აი ესე. საკიდი. სამწუხაროდ აი ესე იყო. ამდენი ხანი არავის. აი აქეთ იყო საწოლი, აქ იწვა პაპა, აქეთ იწვა ბებო. აქეთ ჩემი მამიდაშვილი. აი აქ გემრიელად ჭამდით ხოლმე ხაჭაპურებს და რაღაცებს. გახსოვს?
აი აქ დაბადების დღეები და რაღაცები იყო ხოლმე, აქეთ გამოუწევდით ხოლმე და მახსოვს ეს ამბავი. ეხლა ყველაფერს მივალაგებთ. ხო, მივალაგებთ ყველაფერს და მივხედავთ. აი აქ კიდე ჩვენ გვეძინა ხოლმე ამ საწოლებზე შიგნით. კი. გამოვცოცხლოთ. მამაში რა დაიბადა, მაშინ იმ დროინდელია. 1-14 წლის ამოიწყო. აი ეს მსხალი იქნება 1-80 წლისო დედა ჩემი მეუბნება. მაგრამ წელს არასხია. არასხია. ო დედა. ეს არის დღემალი, მაგრამ ფაქტიურად არასხია. და აი ამასაც არასხია, მე მგონი. ცაცხვი საიდან მოვიდა უყური უკვე და ცაცხვი, ხო. როჩიტმა ჩამოვიდა. თქვენ რა ცხოვრობდით აქ დავშოვირა. ამაზე იყო, აბა რა, იმიტომ რომ ბებია ჩემი ცხოვრობდა, მამიდა ჩემი ცხოვრობდა, ყველაფერს უვლიდნენ. აი აქ თონე იყო და ისეთ პურებს აცხობდა ხოლმე ბებია ჩემი, რომ რა ვიცი. ეგ იყო საქათმე. საკათმე და ისა, საკათმე არა. შესანახი. ო, სიმინდის. სიმინდის შესანახი. აი აქ. არის კიდე დიდი გზარმახუტო. ქვევრი. ქვევრები. ხო, აგერ ამის უკან არის, აი, აქ წყარო იყო და ამ წყაროს უკან არის რამდენიმე ქვევრები დაბლა. მიწაში ჩადებული. რატო? ეხლაც არის, ხო? კი. საწავიდოდა. და რატო არა მოიხსენებდი? იცი რამ ხელებია დედა. დიდებია, დიდი. ტრაქტორი უნდა რომ ამოიღო. მე შოშობა ხოთი ხოდა უგრუნო. შალათა შო. ამინდა შესაკა. აბა სად? აი მე რა კარგი ქლიავია. ნახევრად კი ის იყო ჯერ. ყვახე. ესე რომ მოწყვიტავ ხიდან და რომ შეჭამ, მაგას აჯობია. თუ იქნებით მე წამოდით და. რა გეხმარები ცოტა რამეს? უნდა მოახერხო. ცოტა იმას წამოიღეთ. წამოიღე და დაგეხმარები. იქნებხო. იქნებხო. აბა იქაც რა უნდა გეთოს? ვიდა დაჯექი და იმას ის. სურათის ალბომი ხო გაინტერესებს? სოდომ. რატო დედა სურათები დათვალიერე რა უნდა აკეთო? ძველი სურათები. და ბაბუ. ძველი სურათები დათვალიერე. მე რამეს დაგიფე? გადავფიქრე რომ. აი აქ დაჯექი ხო არ არის? ხო, აი აქ სუფთა იქნება. მოდი აბა. აი აქ სათამაშოები და რაღაცები იყო ხოლმე ნიშოლჯიში. აი მოიცადე. ელზაბებოს ბავშვების სათამაშოები. არ გინდა დე? აიღე თუ გინდა ნახე უბრალოდ. არა ბა, ისიც უჭრე იქნება მაგრამ. მაგრამ აი ის როგორ მახსოვს? მელია რო იყო სათამაშო. მელია? შეგიდო აი. გოგო? მელა გერის. ლუშობა ემელა. მოდი აბა თუ გინდა. შევაშინე ხალხი. ეს კიდე აყვანი. აბა. აი ჩემი აკვანი. აი მამიკო. აი მამა ჩემი სურათი შეხედეთ რა ბიჭი იყო. დათოს გავასვი თუ? რაღაცა ცოტა გამოხედვით. სახით გავს. აი ეს არის მამა ჩემი, რა ვიცი, სტუდენტობის დროს რამდენი წელი იქნებოდა დე აქ? აი კიდე რაღაც ხატები. ბალახის სურათები და შანგი. ნელოს არაფერი უნდა წიგნი აქედან. არა გაწულებია. რაღაცა წიგნები ილია ჭავჭავაძე. ვა. ქართული პოეზია. ძველი წიგნებია. ძალიან მეცუდება ეს სახლი ეს მდგომარეობაში, მაგრამ ნოდარ კობერიძე რომ გაიმარჯო. ეს თავი მოვდივარ. ნახო კიდე რამე? რაღაცა ძველი ჭურჭელი. აი ესეც მამა ჩემია. ჯარში რომ მსახურობდა. მე ესეც მამა ჩემია. ეს უკვე მე მგონი რუსეთში იყო მაშინ. აქ სავარაუდოდ მამიდა ჩემის კლასი. აი ეს მამა ჩემის და თავის ქმართან ერთად. ეხლავედე. ესეც მამა ჩემია. გვანან ხო ცოტა. და ძმა ეს და ეს. ეს მამა ჩემი უკვე.
ცოტა მერე პერიოდში თუ ჩანს კარგად. ეს კიდევ ერთი მამიდა ჩემი. აი მე ეს ჩემი ძმა ბავშვობაში ძალიან პატარა რო იყო თუ ჩანს ახლა კამერით არ ვიცი აი ეს უფრო კარგად ჩანს მე მგონი. ჩემი ზიკალული რა კარგი იყო. ეს კიდე მეგობრებო თვითმე. აი როგორი კარგი სურათია. ეს სურათი საერთოდ არსად არა მაქვს. ნახე ეს სურათი. დე ნახე როგორი ვარ. მოდი. აი ეს შენ არ გვავარ ცოტა. ეტია. Это дату. ეს დადო აგერ. ეს ჩემი მამიკო აგერ. ესეც ნახე რა ბიჭი იყო. Это тоже. Это тоже крები და სერტი. აჰა, რაღაც ისინი კიდეა. ძველი ჩანთა. ძველი რაღაცები. ხა მივალაგებთ ყველაფერს. აი და კიდე ალბომი. ბაბო, აი რაღაც ალბომი. ესა კერავი მანქანა რა ვიცი რარიტეტი რომელიღაცა წლების ღმერთმა იცის. ვაიმე, პლასტინკები. Эти пластинки, наверное, сколько стоят? Веселые ребята. О, Их слушала? Буйнов. Ты его любила? Веселые ребята, я не знаю. А там Пугачева. пластинка есть еще? Алла Пугачева. Сама пластинка там Есть, лежит. Ходи. Кому макабини? Вот со мной в рамках. Замхали. Как сага. Мама. Мама, а на чем их можно включать? У нас нету граммофона. А зачем вам были пластинки? Какого адрес кунда мира ведь на АВС. Мелодии Кристи Рао. Мелодии Ристона. А косури симпель. Мам, это не открытая. А, открытая. Нет. Опера Дайси. Не, Римский Корсаков Шахерезада. Ничего себе. Ай, Соник, я рассуду с арминахи. Ара, ушерцы там. Эти летние дожди. Моклет. Рогори საინტერესო ყოფილა. Всё სახში Москва. Открывали. აი აქ არის პადვალი დედალი. Его открывали. აი აქ. აი აქ ძირში ამას ამოაღებ ესე ზემოთ და იქ არის. ხო, როგორ არა ბავშვობაში კი კამპოტები და რაღაც. კამპოტები და რაღაცები და ხოლმე შეგ. ეს ამას ყველაფერს გამოვუვით, დავატილოვებთ, მივხედავთ, აბლაბუდებს ჩამოვხსნით. მეტი რა შეგვიძლია. ძალიან ბევრი აბლაბუდა. მეტი რა შეგვიძლია. აბა კაც ვიღაცები ვნახოთ, აბა ვინ ვიცით აქედან. ეგვი. ეს მე მგონი ვიცი ვინც არის, მაგრამ ჩვენაც ისევე. ეგარიცი. ჰა, ნიჟა, ეგარიცი. არა. თუ კი სოსოა მე მგონი ეს. ეს არის ჩემი მამიდაშვილი, როგორც მახსოვს. მე მგონი. რა საინტერესოა ეს ძველი სურათები მაინც. ეგვინები არიან. აი მამა ჩემი შუაში დე. მამა ჩემი არ ვიცი ისინი ვინები არიან. Это мальчик. სადღაც უნდა იყოს ბებია ჩემი და პაცია მე ხელში, ძალიან პაცია. ესეც მამა ჩემი. რუსეთში ადრე ეს ჯარიში იქნება სავარაუდოდ. Это кто? მეებს არ ვიცნობ. ბევრი ვიღაცას არ ვიცნობ, ეხლა რაღა ვიცი, ბებია ჩემი აღარ არის. აქ ვინ ცხოვრობდა, მამიდა ჩემი აღარ არის და მეც აღარაფერი აღარ მახსოვს. მეტი წილი, ესეც მამა ჩემია. აი მე. აი მე. Прекрасно. რა კლასი გოგონა ხე 3 წლის ვარ ალბათ, 3-4 წლის.
ეს იქნება 1.90 წელი. წელი არა წერია. ეს ვარ მე, მაგრამ მეტი წელი უფრო ჩემი სურათებია, თეონას და დათოს სურათები არ არის რატომღაც. იმიტომ რომ მე რო დავიბადე, ჯერ აქ ცხოვრობდი სადღაც 2 წლამდე. თეონაც აქ დაიბადა, მაგრამ ძალიან ბაწია წავიდა. წაიყვანა. დედაჩემმა მე. მე რუსეთში წავედი დედასაცხოვრებლად. და ჩემი სურათები ალბათ კიდევ ჯერჯერობით დარჩა. Привет, Изулин. ესეც მამა ჩემი არა შლაქსი შარვალი ეცვია. მოდაში იყო ძალიან ესეთი შარვალები. Აი რაღაც თუ ეს არის. წადია ბაჩვენე ბაბუს ჩემი სურათი. არ ვიცი ვინ არის ეს. სადაა შენი სურათი? მგე. ბაბუ. აბა. Тикня. Шаყვանը. იმასთან ერთად რო იყო ის აიყო. იქ არა ჯერ ვერ ნახე ეგ. տեսამი. აი მამა ჩემი აქ იქნება 19 წლის ალბათ. როგორი თუ ის არის ხუდოი. არა, ეგ სოფხედროში იყო. ხო, მაგრამ 19-20 წლის მეტი ხარ იქნება. ეს ჟურნალიდან არის ამოჭრილი. და ხტო. არ ვიცი. ჩემი სურათი არ დაკარგო გადადიება. უკვე დაიკარგა. დადადგინდა. ნახოთ იქება ჩემი სურათები კიდე იყოს, მაშინ იქება წავიღო რა ვიცი. კიტაი. დამოჩვიდოთ. იქ იქნება. მოკლედ. არ ვიცი რა. მოკლებდარისება სამსახურის დაროს 70 წელი. ეს სურათია 56 წლის 56 წლის წინ გადაღებული სურათი. ის ეგეთები არ არის. 56 წლის წინ მეგობრებო. არა, ვის აღარ ვიცი. არ ვიცი ვინ არის. და ვინ არის ეს კაცი? ეგ არის მგონი ის მიშას ბიჭი და რომელიც. სადაა შენი ფოტო? აი რა ვიცი, და იპოვე ჩქარა. იპოვე ჩქარა. ეგ არის მამიდა ჩემი და. აი ეს არის ზაურა პაპას მამა. ჩემი ისაკო პაპა და შენი დიდი ბაბუ. ეს არის ჩემი დიდი ბაბუ. ჩემი ბაბუ, კამილას დიდი ბაბუ. ბატონი ისაკო. იყვარდა ძალიან. აი და ხტო. არ ვიცი. ეგ. ნახეთ რა იპოვე და მეიშალიონო. აი ეს ვარ მე მეგობრებო, აი ბებია ჩემი და ხელში ვარ მე. ნახეთ როგორი სიმპათიჩნი ბავშვი ვიყავი და როგორი ის მაქვს რა ქვია კუდი როიყო ქალო რა დაგემართ ჩხილი დაგადევა აიმე ბოდიში მაპატიეთ ქალბატონი წაიღო შენ. აი შეკიდეთ ლოგოლი ბაია ვიკავი ეგინა. ეს მგონი მამიდა ჩემია და შვილი ვინა? შენ მაგის შვილი არის და თუ სურათები და თეონა სურათი გოქშე. არ ვიცი, იმიტომ რომ მე აქ დავიბადე დედა, თეონაც აქ დაიბადა, მაგრამ თეონა მალევე წავიდა და მე კიდე ცოტა მოვასწარე. მან დარი მხოლოდ დათოს სურათი და თეონასი ერთიც არ არის. ვაიმე. წადი ბაბუს უთხარი. რა? რატო არ არის თეონას ერთი სურათიც? სახსოვრად ციბი დეიდას რაო რაზიათისგან ნიშნად კარგი მეგობრობის 1974 წელი თბილისი რაზი მადინა მედიკო აი კარგი მეგობრობის ნიშნად მეგობარმა თავის სურათი გადაიღო და გამოუგზავნა და დაუწერა უკან წერილი ოღონდ ადრე როგორ მეგობრობდნენ ახლა კარგი ფოტოა. ახლა კიდე ხო კარგად დაიბეჭდა და უკანაც კარგი წარწერა აქვს ახლა კიდე ნახე მესენჯერით და WhatsApp-ით მეგობრობთ. ეს არის 50 წლის წინდელი სურათი. ეგ რა?
ეგეც იმიდან არის ალბომიდან, ჟურნალიდან, ესეც მამაჩემია. დათოს გავს. დათოს გავს ხო? ადგილ. დე აბა რა დაგიხმაროდე? არაფერი მოიწ ერთი ცოცხლი გახმარდო? დილო არ უნდა. ბაბოი რაღაცეები. კი, ბაბა. მე 2006 წელს. აი 2008 წლის, სადღაც ზუსტად აი ამ დროს წავიდნენ უკვე და всё მე აღარ ჩამოვიდნენ. კიდე არის ზაურაკ. მამა ჩემი ხოჩია. რავდე. აქ იყო ბებია ჩემის ოთახი. აქ იყო პაპას საწოლი, აქ იყო ბებოს საწოლი, აქ იყო ის რა ქვია, დიდი ფეჩი. აი აქ იდგა ხოლმე, ხო, ვიცი დედა. აქ იყო დიდი ფეჩი, აქ იდგა ხოლმე და ბებო. ხო. ესეთი ამბები. ესეთი ბაბოები და მე სამწუხარო ამბები. ესეთი სამწუხარო ამბები, ესეთი მემორი ვლოგი გამომივიდა. ძველი მიწის რა იყო თუ რა ყურამ დაწყვილი საქმე. რა ხო, აი აქ. ამ ხელოვნების გაიბზარა. აი გაიბზარა. რამ გაბზარა კედელი მე რა ვიცი. და ისე როცა არავინ არ ცხოვრობს, ეგრე სამწუხაროდ. აი ცოტა ოდე პირობები რო ყოფილიყო, აქაც ჩამოვიდოდი ხოლმე ყოველ ზაფხულს და აქაც დავისვენებდი კი არა, აქ უფრო კარგი. აქ უფრო კარგი ჰაერია, ხო, მაგის თქმა მინდა. ვიდრე ჯუღანში. იმდენი მიწებია ნაყიდი აქ. ფანელები ფრანგები არიან, ამერიკელები. ძალიან ბევრ უცხოელს აქვს ნაყიდი აქ მიწა და ცხოვრობენ რა What ვიცი. you want numbers biggest. Don't wanna have me. ძალიან წყდება გული რომ ესეც დღეშია, მაგრამ რასისა. What you want biggest. აი სარი თქვენი შენობნებოდი. ეს არის ჩვენი მძენი. ანუ ერთჯერ ქვეშ ორი ძმა ცხოვრობდნენ თავისი ოჯახებით. იქიდან ნახევარი არის ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს ახლა დედამისთან ერთად. აქ არის ახლა ჩვენი ნახევარი. ასეთი ამბები. What you want about biggest. Don't wanna happen. აბა სად? აი ეს არის მეგობრებო ჩვენი აივანი, რომელიც ესეც ესე დატეხილია და გაბზარულია, მაგრამ რა უნდა გაჩვენოთ? აი ამას შეხედეთ. ამას რა უნდა შიგა აივანზე ამოვიდა, აივნის ბეტონში საიდან ამოწურა ეხლა ეს? საიდან პროსტა ანეს. აი საიდან ამოვიდა? საიდან ამოვიდა? საიდან გეკითხებით? ხილს დავკრიფავ მე სანამ წავალთ, ბავშვები მაინც შეჭამენ. ეხლა არ გინდა და მე მოგინდება გუშინ ხოჭამე საღამოს. აი ამას შარშან ძალიან ბევრი ეს ხო? დიდები იყო ძალიან. სად და აქ დივანი არასოდეს არ იყო? არ ვიცი, შეიძლება ტახტი. არ ვიცი, ჩვენთან არ იყო ეგეთი რაღაცა, შეიძლება ნატოსი იყო. ნატოსი იქნებოდა, ჩვენთან არ ყოფილა ეგეთი. ეს თონე ახალი როგორ ჩანს? ახალი თონე. ეს ის თონე ის. არა. У вас вообще не было? Нет. Почему? Не было равно. Я вижу бабла смотрит. მაგრამ წელს არასხია ამ ჩვენს ყურძენს ძალიან ცოტა. ეს 1 2 პატარა კიდე. აი და კიდე 2 პატარა, всё. 2 დიდი და 4 პატარა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ეს ხოლმე რა მოკლედ. ეხლა ბაბუ და პაპა დაგლოცავენ იმიერიდან. ბაბუ და პაპა. რო ალაგებ მაგათ სახლს. იტყვიან ჩვენი შვილთა შვილი გვილაგებს სახლს. აი და კარგი გოგო ხარდე.
აი კიდე ეს დიდი ნაგავი აიღე და დანარჩენებს დავატილოებთ. შუქები ჩაჭრილია. არავინ არ ცხოვრობს მაგით. ამდო არავინ სად მოგატყავ. მოდი ახლა მე ხო? მე გავაგრძელებ. აი მაშინ ის დიდი ფოთლებიც მოხვედე. არა. რატო? არც მაშინ. მაშინ გააკეთე შენ. თხილები არ გადამიყაროდე. ეგრე არა, გარეთ გახვედე. აი საგულო. ეს კავლენია. აქ ანდაზი ქვია.